სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და შემდეგი კითხვა. ეს დასმულია, როგორც გითხარით მე, ეს იყო სპეციალური კითხვა-პასუხის სესია, რომელიც მიეძღვნა გამოცხადების წინგს და ქრისტეს მეორედ მოსვლის ამბებს. ასე რომ ყველა კითხვა დასმული იქნება ამ სფეროდან, ამ თემიდან. შეიძლება გამონაკლისიც იყოს, მაგრამ ჯერჯერობით აგერ მეორე კითხვარი და იგივე თემიდან არის ეს დასმული. და ძალიან საინტერესოა, ზუსტად ეს კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ იმაზე, რომ საქართველოში ყველაფერი აღრეულია, ბიბლია არ იქნა კარგად გამოკვლეული და არ იქნა წაკითხული, როგორც ძალიან ბევრგან და აქაც დედამიწაზე დაიტოვეს ძალიან ბევრი რიტუალები, რომლებიც არასწორი ასახვა არის იმისა, რაც ძველ აღთქმაში ხდებოდა. შეზავებულია ქრისტიანობაში. როდესაც ჩვენ ვეუბნება ბიბლია, რომ მომავალ 1000-წლოვან სამეფოში ექნება ადგილი გარკვეულ რიტუალებს ტაძრის თაყვანისცემას, გასახსენებლად. და ეს ყველაფერი აღრეული აქვთ მათ და გადმოღებული აქვთ თანამედროვე დროში, რაც არანაირად სწორი არ არის და იგნორირებულია ყველაზე მთავარი ღმერთის სიტყვის შესწავლა და მის ირგვლივ ტრიალი. აი აქ დავინახავთ ჩვენ ამ კითხვაში თუ როგორია დანიშნულება მომავალ სამყაროში იმ რიტუალებისა. მოდით მოусმინოთ ამას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, ჩაწერილი 1982 წლის 28 ნოემბერს გლენდეილში, ლოს-ანჯელესის უბანში, კალიფორნიის შტატში, მადლის სათემოს ეკლესიაში. აუდიტორიიდან შედეგი პიროვნება. გამარჯობათ, მე მქვია დონი. ახლა ხომ მკითხულობდი ეზეკიელის 40 თავს და გამიჩნდა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება მსხვერპლ შეწირვა 1000-წლოვან სამეფოში. ჯონ მაკარტური პასუხობს. მე გეტყვით ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და ხშირად ისწრება ხოლმე. ეზეკიელის 40-დან 48 თავამდე თქვენ გაქვთ ტაძრის აღწერა. ტაძარი, რომელიც აიშენება და იქნება 1000-წლოვან სამეფოში, რომელიც იარსებებს ამ დროს. ასევე გაქვთ საკმაოდ საინტერესო აღწერა ზოგიერთი მსხვერპლშეწირვის შესახებ, რომელიც იქ მოხდება. და მე ახლა არანაირად არ ვაპირებ დროის დახარჯვას ყველა ამ დეტალებზე სასაუბროდ, მაგრამ არსებობს გარკვეული განსხვავებები ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვისაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის წარმოდგენილი იქ მსხვერპლშეწირვები. ეს რეალურად მოხდება. და იცმება კითხვა, რა ხატომ არის საჭირო, როცა იესო ქრისტე, როგორც ერთ-ერთი თავარი, ყველაზე საბოლოო მსხვერპლშეწირვა ჩვენი გულისთვის მან სისხლი დაღვარა და ბუნებრივია ამ კითხვის დასმა. მე მჯერა, რომ მათ ექნებათ იგივე მნიშვნელობა ამ მსხვერპლშეწირვებს, რაც დღეს აქვს ზიარებას, ტრაპეზის სუფრას, როცა ჩვენ მივდივართ, რაც იესომ დაგვიბარა მის გასახსენებლად, როცა ვტეხავთ პურს და ვსვავთ თასით ღვინოს. ამაზე გამახსენდა, ნახეთ, კიდევ ერთხელ უნდა დასაფიქრებელია, რომ რა არასწორი დანიშნულება აქვს საქართველოში, კათოლიკურ ეკლესიაში, როცა ამას საიდუმლოებების მნიშვნელობას ანიჭებენ. საიდუმლოს მნიშვნელობას. არა და ეს არის მხოლოდ გასახსენებლად. აი კიდევ ერთხელ ვისმენთ ამას, ხო? ეს იქნება გახსენება, იცით ხომ, როდესაც ჩვენ შევდივართ სასუფეველში. და იქნება დრო, როდესაც ჩვენ ეკლესია ვეზიარებით უფლის სუფრას. ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ხომ ზიარებას გასახსენებლად. გასვოთ იესომ რა გითხრა, გააკეთეთ ეს მანამ, სანამ მე მოვალ და მე მას ერთად გავაკეთებ ჩემ სამეფოში. გასვოთ ხომ ეს? ასე რომ მე მჯერა, ცათა სასუფეველში ჩვენ გავაგრძელებთ უფლის ტრაპეზის აღნიშვნას, როგორც ხსოვნის დღესასწაულს გასახსენებლად, რაც იესომ გააკეთა, როგორ დაღვარა ჩვენთვის სისხლი. ასევე მჯერა, რომ 1000-წლოვანში ეზეკიელი გვაჩვენებს, რომ იქნება მემორიალური გახსენება ძველი აღთქმის დიდი დამოწმების შესახებ აი ამ მსხვერპლშეწირვებით. ძალაუფლებისა და მადლის შენარჩუნება ძველ აღთქმაში როგორ ხდებოდა ამ მსხვერპლშეწირვით. და დიკი, იგივე რიჩარდი ეხმარება ჯონს, როგორც ამ თემის სპეციალისტი და აგრძელებს. დიახ,
მე ვფიქრობ, ერთადერთი რისი დამატებაც მე შემიძლია არის ის, რომ ეზეკიელი 40 თავი არ არის ერთადერთი ადგილი, რომელიც ამას გვასწავლის. არადა ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არის მხოლოდ ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, ძველ თქმაში, რომელიც ამას ასწავლის, რომ 1000 წლებში ეს ხალხშეწირვა იქნება. მაგრამ ეს უნდა იცოდეთ, რომ ისწავლება ზაქარიას მე-14 თავში, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ეს ერემიას 33 თავში მე-18 მუხლში და ესაიას 56 თავის მე-7 მუხლში. უბრალოდ მინიშნება ეს იქნება უბრალოდ მინიშნება იმ სამახსოვროს ხალხშეწირვებზე, რომლებიც შესრულდება იმ დროს იმისათვის, რასაც დღეს პური და თასი გვახსენებს ჩვენ, როგორც ამას პური და თასი აკეთებს დღეს. და ჯონ მაკარტური აგრძელებს. ასევე კარვების დღესასწაულიც კი, რა თქმა უნდა, როგორც ზაქარიას მე-14 ამბობს, იქნება ამის ნაწილი. როგორც პასექის გახსენებაც. ხედავთ, რა დანიშნულებები აქვთ ამ დღესასწაულების აღნიშვნას და ჩვენთან ყველაფერი აღრეულია, აბსოლუტურად ყველაფერი საქართველოში. ეს რიტუალები, ლიტურგია, ყველაფერი ეს არის შეზავება ძველი აღთქმის იმ წესებთან, რომელიც დღეს არ არის საჭირო. მაგრამ ამას ადგილი ექნება 1000 წლებში, როდესაც იესო დაჯდება იერუსალიმში და იქ იქნება ტაძარი. გასაგებია, დიახ, გმადლობთ.